გარეთ მყოფი მოქალაქეები, ემიგრანტები აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ მიტაცებული არჩევნების შედეგებს და ამ შედეგებს არალეგიტიმურად თვლიან. ისინი უერთდებიან საქართველოში მყოფ მოქალაქეებს და ამბობენ, რომ ეს შედეგები არ ასახავს რეალურად ქართველი ხალხის ნებას. სწორედ ამიტომ იწყება საპროტესტო მოძრაობა ევროპის სხვადასხვა ქალაქში, სადაც მოქალაქეები, ემიგრანტები კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ მათი ნება არ გამოვლინდა ამ არჩევნებში. ემიგრანტებისთვის ყველაზე ცალსახა და ცხადი დადასტურება, რომ არჩევნები გაყალბდა და ქართულმა ოცნებამ მიიტაცა, სწორედ ემიგრაციაში მიღებული შედეგებია, სადაც ქართული ოცნების მხარდაჭერამ მხოლოდ 10% შეადგინა. ემიგრანტების თქმით, ოპოზიციას აქვს ვალდებულება ასევე დაიცვას ქართველი ხალხის ურყევინება, რომ საქართველო დაუბრუნდეს პროდასავლურ და ევროინტეგრაციის საგარეო კურსს. გააუმებული და მიტაცებული არჩევნები საქართველოში, რუსული რეჟიმი, თავისი დომინანტურებული ანგარიში დამარცხდა ქართულ ხალხთან, რაც ჩატარდა ემიგრაციაში არჩევნები, ნამდვილი არჩევნები იყო, სწორედ ის 80% იყო ქართულმა ხალხმა, 10% იყო ქართულმა ოცნებამ. ასე რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს სახლში, რომ ამის ემიგრანტები მოუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, ქართულ ხალხს იდეოლოგიისგან, რათა მშვიდობიანად ცილურად გაუშვათ ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან. არჩევნების დღეს დამტკიცდა, რომ საქართველოს მართავს რუსეთი და ჩვენ საქართველო მიიტაცა რუსეთმა. ამიტომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა უკან. მინდა გითხრათ მთელი ემიგრანტების სახელით, რომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ვიწყებთ აქცია ღონისძიებას 2-3 ნოემბრიდან საქართველოსთან ერთად პარალელურ რეჟიმში. ყველა ღონეს ვიხმარებთ, თქვენთან ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა, დავიცვათ ჩვენი არჩევანი.